ქრისტიანობაც არ ვიცით რა არის. ისევე როგორც ქართულობა არ ვიცით რა არის. და გონია მარტო რაღაცა რიტუალები, სადღერძელოს თქმა, სტუმართმასპინძლობა. თითქმის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიძახით, არის სამხედროში ქრისტიანობასთან, მაგრამ იმის გამო, რომ ეკლესია თავის როლს ვერ ასრულებს სამწუხაროდ, რიტუალებზე აქვს აქცენტი გადატანილი და არა ქრისტიანობის მთავარ შინაარსზე. კი რამეს ჩვენ ვაკეთებთ, ყველაფერი ეს არის ძალიან ჰუმანური, ადამიანური, ქრისტიანული საწყისებიდან, რომ ერთმანეთს არ მოვატყუოთ, ერთმანეთს არ გშურდეს, ერთმანეთზე არ ვიძალადოთ. ადამიანი მთავარი ღირებულებაა, ადამიანის ნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ბიბლიურ ღმერთს არც ერთხელ, არც ძველ აღთქმაში, არც ახალ აღთქმაში ადამიანის ნებაზე პირდაპირ ზემოქმედება არ გაუკეთებია, სულ არჩევანს აძლევდა და შენ თუ უნდა გადაწყვიტო ღმერთსკენ მიმავალი გზა გინდა თუ ჯოჯოხეთში მიმავალი გზა, მაგას აქვს მარტო მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ ვინმე დაგაძალა რომელიმეს არჩევა, შენი არჩევანი არ ყოფილა, იმის არჩევანი ყოფილა და შენ პასუხისმგებელი ვერ იქნები. ცოდვის და ცხონების შინაარსი დგას თავისუფალ ნებაზე და თავისუფალი ნება რო ყველაზე მნიშვნელოვანია, ეგ არის ყველა ჩვენი დაპირების თუ პრობლემის გადაწყვეტა, რაც გვიგვისაუბრია, ყველაფრის საფუძველი. ოღონდ ამას რო საუბრობ ვიღაცა ვინც იცის ქრისტიანობა რა არის, ის გამიგებს და იტყვის რომ კი მართლა მასეა, მაგრამ ვინც არ იცის, რიტუალების დონეზე იცის, იმაზე ვერ იმუშავებს გირჩის იდეები.